მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში 5 წელი და 6 თვე მიესაჯა პირს, რომელმაც უკანონოდ სქესობრივი აქტი გადაიღო და ინსტაგრამის მეშვეობით გადაუგზავნა მის ყოფილს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ციტატა, ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ცხოვრების წესის შეცვლა გამოიწვია. ამავე წყაროს ცნობით ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება შენახვა გავრცელების 2 ეპიზოდში და ასევე ადევნებაში. განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების შეკერვისთვის ბაზრის კვლევა დაიწყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით იგეგმება 300,000-მდე გოგოს პიჯაკის, 300,000-ზე მეტი ბიჭის პიჯაკის, 400,000-ზე მეტი გოგოს შარვლის, 600,000-ზე მეტი ბიჭის შარვლის, 150,000-მდე მუხლამდე კაბის და 1000 ცალი გრძელი კაბის შეკერვა. ქართული ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით 2026 სასწავლო წლიდან პირველიდან მე-6 კლასში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება. ახლა კი დროა გაგაცნოთ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერები, რომლებმაც NASA-ს ჯილდო მოიპოვეს. გთავაზობთ ვიდეოს. ოცი 22 წელში NASA-მ შეიმუშავა ახალი პროგრამა არტმა, სადაც მიზანი ის იყო, რომ დედამიწის თანამგზავრი შეეჯახებინა ასტეროიდისათვის. სწორედ ამ პროგრამის გამოყენებული იქნა ჯერადი, ორმაგი ასტეროიდი ასტეროიდს ვეძახით, რომ არის დედა პლანეტა, როგორც დედამიწა და მთვარე. დედამიწას როგორც მთვარე თანამგზავრად დაყვება. ასევე ამ დიდიმოს დაყვება თანამგზავრად დიმორფოსი, რომელთა შორის მანძილი არის 1,2 კილომეტრი. დაკვირვები მდიოდა 3 წლის განმავლობაში. მანამ გაიშვა კოსმოსური ხომალდი. როცა დაზუსტდა ყველაფერი, გაშვებული იქნა კოსმოსური ხომალდი და 22 წლის 26 სექტემბერს ღამის 3 საათსა 14 წუთზე თბილისის დროით მოხდა კოსმოსური ხომალდის შეჯახება ამ თანამგზავრთან, დიმორფოსთან. შეჯახების შემდეგ დაითვალეს ორბიტის ელემენტები, გამოთვალეს სიჩქარე ყველაფერი და გაირკვა, რომ როცა მეცნიერები ელოდებოდნენ შედეგსა, რომ 10 წუთი მაინც უნდა ყოფილიყო, 10 წუთი კი არა, 33 წუთი მოხდა შეჯახების შემდეგ აჩქარება დიმორფოსისა. ამით ესეთი მნიშვნელოვანი ამოცანას გადაწყვეტა მოხდა მსოფლიოში. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის შედეგი, მივიღეთ ფაქტურად მაშინ ჩვენ. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი დედამიწა გადავარჩინოთ შემთხვევით წამოსული ჩვენკენ ასტეროიდისაგან, რომ მოხდეს მისი შეჯახება კოსმოსური ხომალდისა. მიღებული შედეგების საფუძველზე საერთაშორისო ასტრონომიულ საზოგადოებამ ამ ტესტურ დაკვირვებასთან დაკავშირებით მოგვანიჭა ჯილდო მე და ჩემს თანამშრომლებს, ჩემს დოქტორანტს ოვა აივაზიანს. ჩემთვის რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ეს ჯილდო. საქართველოსდან 2 ადამიანი ვართ ფაქტურად ჩართული ამ პროგრამაში. სოფლიოში სულ 80 თანამშრომელი მონაწილეობდა ამ პროგრამაში და 80 თანამშრომელმა, მათ შორის ჩვენ ჩართულებმა მივიღეთ ეს ჯილდო. ეს რა ვიცი, მე მგონი კაი საქმე გავაკეთეთ. ყველა ვარსკვლავი ადგილზეა, მაგრამ აი ეს წერტილი გადაადგილდება. ეს არის თვითონ ასტეროიდ დიდი მოსი. აი შეხედე უკვე გაკაშკაშდა, როგორი იყო აქეთ და როგორი გახდა ეხლა. აი გაკაშკაშდა. აი სადღაც მე 70 კადრი იყო, როცა მოხდა  შეჯახება.
პირველი და დიდი ჯილდოს არის ნასაზგან ასე ვთქვათ მიღებული. ნამდვილად სასიხარულო არის მით უმეტეს მსოფლიოში სადაც 70-80 ასტრონომიდან ორი ასე ვთქვათ წარმომადგენელი ვართ საქართველოსთან. მე და ბატონი რაგულ ინასარიძე. ეს ორ მაგათ ასე ვთქვათ სასიხარულო არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო ჯილდო ადამიანი მიიღეს, პლუს მაგას რო ახალგაზრდა ასე ვთქვათ ასტრონომი ვარ, რომელიც დაიმსახურა ასე ვთქვათ ეს ჯილდო, ეს ერთ-ერთი დამსახურება არის ჩვენი ობსერვატორიის და პლუს მაგას ჩემი ხელმძღვანელის რაგულ ინასარიძის. მე ვარ ადგილობრივი კადრი ახალციხიდან. დავიწყე მუშაობა აბასუნცის ობსერვატორიაში 1975 წლის 18 აგვისტოდან და მუშაობ დღემდე. ამ პერიოდში სხვადასხვა საქმიანობას ვაკეთებ, სხვადასხვა სამუშაოებს ვასრულებდით, როგორც დაკვირვების, ასევე გამოთვლით სამუშაოები. პირველ რიგში აღსანიშნავი არის კატალოგების შექმნა, რომელიც ჩემი მიზანი იყო და ჩვენი ამოცანა იყო ასტრომეტრიის მიმართულებით მუშაობდა. ასტრომეტრია ეს არის კატალოგების შექმნა. იმ უცნობი ობიექტების კოორდინატების განსაზღვრა, რომელსაც არ გააჩნია კოორდინატები. ეხლა შეგჭირდება ჩვენ ეს ყოველ რაღაცა რომ იყოს და ცაზე ვითხრათ რომ აი ამადამ არეში არის რაღაცა უცნობი ობიექტი, საჭიროა მის გარშემო ცნობილი იყოს ვარსკვლავები, რომ შევისწავლოთ ეს უცნობი ობიექტი. და ასეთი კატალოგები არსებობს დღეს უამრავი, რომელსაც გარკვეული წვლილი ჩვენც მიგვიწვევს აბასთუმნის ობსერვატორიას. რით არის გამორჩეული ახლა აბასთუმნის საზღვაო ობსერვატორია, ეს ცნობილი ფაქტია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც გვაძლევს საჩუქრებას, რომ მოწმენდილი ღამეების რაოდენობა იყოს დიდი. აქ შეიძლება უკვე სხვადასხვა სამუშაოები, სხვადასხვა სამეცნიერო თვალსაზრისით, სხვადასხვა სამუშაოები, სხვადასხვა თემატიკაზე მიმდინარეობს დაკვირვება. მარნეულში ცხვრის ფარას მატარებელი დაეჯახა, შედეგად დააჯარიმეს მწყემსი. მაშინ, როდესაც ლიანდაგების რელსები ღიაა და საფრთხეც წინასწარ ცნობილია. სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? გთავაზობთ აგრეგარუმო ტივის ვიდეოს. ეს ფოტოები გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც ყველას ალექსანდრე წუწუნავას 2025 წელს 100 წლის წინ გადაღებული ფილმი გაგვახსენა. ვინ არის დამნაშავე? ეს კითხვა ამ შემთხვევაშიც აქტუალურია. ცოტა ხნის წინ გურიაში მატარებელი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია ქუთაისის კლინიკაში. გუშინ კი მარნეულში მატარებელმა უკვე ცხვრის ფარა გაიტანა. დაიხოცა ათეულობით 40-მდე ცხოველი. ცხვრის შემთხვევაში ყველაფერი მარტივად აიხსნა, წყემსის დაუდევრობა და ჯარიმა. ამით დაიხურა ამბავი. როგორც წესი, პასუხისმგებლობა ისევ ყველაზე დაბალ რგოლზე წყემსზე გადავიდა, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააჯარიმე. მართალია, პასუხისმგებლობა იწყება იქ, სადაც წესები ირღვევა. რკინიგზის უსაფრთხოების წესები კი ამბობს, რომ პირუტყვი არ უნდა იყოს უმეთვალყურეოდ, არ უნდა მოხვდეს ლიანდაგზე დაუშვებელ ადგილას და გადაადგილება უნდა ხდებოდეს კონტროლით, ანუ პირველ რიგში პასუხისმგებელი ადამიანია. მაგრამ ეს მხოლოდ ამბის ნახევარია. 2025 წელს სარკინიგზო სისტემაში დაფიქსირდა ათეულობით ინციდენტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ადამიანის დაზიანებითა და გარდაცვალებითაც დასრულდა. ანუ პრობლემა ერთჯერადი არ გახლავთ. ინციდენტები სისტემატურად ხდება. პარალელურად სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ გუშინ გვამცნო, რომ საქართველოს რკინიგზას უსაფრთხოების ავტორიზაცია და სერტიფიკატი მიანიჭა. ეს ჩვენთვის მოქალაქეებისთვის უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქვეყანაში მოქმედებს რკინიგზის უსაფრთხოების მართვის სისტემა. კომპანიების უსაფრთხოების ავტორიზაცია და სერტიფიცირება უნდა უზრუნველყოფდეს რისკების იდენტიფიცირებას და პრევენციას. მაგრამ რეალობა სხვა რამეს გვეუბნება. ფაქტია, რომ გარემო უსაფრთხო არ გამხდარა არც ადამიანისთვის, არც სოფლისთვის, არც პირუტყვისთვის. როცა ლიანდაგი მიუყვება დასახლებულ პუნქტებს ღია სივრცეში ჯებირების გარეშე, კონტროლის სუსტ მექანიზმებში ძნელი სათქმელია, რომ სარკინიგზო უსაფრთხოების სისტემა რამენაირად მუშაობს. რატომ არ შეიცვალა არაფერი მაშინ, როცა სახეზე იყო წინასწარ ცნობილი რისკი, რომელიც მართვადი არ იყო? ეს ხომ ცალსახად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოს საკუთრებაშია. გამოდის, რომ სისტემა უბრალოდ ელოდება შეცდომას.
შემდეგ კი მარტივად პოულობს დამნაშავეს, ყველაზე მარტივს, ახლო მყოფს, დაბალ რგოლს. ნამდვილი დამნაშავის ძიებით თავს არ იწუხებს. თანაც ასეთი ინციდენტები ხშირად ხდება. ლიანდაგებზე მატარებლით ხან ადამიანები იღუპებიან და ხან ცხოველები. ხომ ფაქტია, რომ ეს უკვე აღარ არის ერთი ადამიანის შეცდომა, ეს არის სისტემური პრობლემების ჯაჭვი. და სწორედ აქ ბრუნდება ის კითხვა, რომელიც 100 წლის წინ რეჟისორმა წუწუნავამ დაგვისვა ფილმში, ვინ არის დამნაშავე. მომხდარი ერთი ადამიანის ბრალი კი არ არის, ეს არის უსაფრთხოების კონტროლის სისუსტე, ინფრასტრუქტურის დაუცველობა, პასუხისმგებლობის არასწორი გადანაწილება და უყურადღებობა, როცა ცნობილ რისკზე რეაგირება დროულად არ ხდება, გვიანდება. ცოტა ეკონომიკურ მხარეზეც მინდა დაგაფიქროთ. მეცხვარე ფერმერისთვის 40-მდე ცხოველის დაკარგვა მხოლოდ ერთჯერადი ზარალი არ არის. დღევანდელი ფასებით ერთი ცხვრის საშუალო ღირებულება 300-500 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ საერთო ზარალი შეიძლება 10-10000 ლარს აღწევდეს, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. ფერმერი კარგავს სამომავლო შემოსავალსაც, გამრავლების რესურსს და ხშირად წლების განმავლობაში დაგროვებულ შრომას. და ამ ზარალზე, როგორც წესი, პასუხისმგებლობას არავინ იღებს. მაგრამ როცა საქმე უკვე ადამიანს ეხება, როცა ადამიანი ზიანდება, სახე ჩხდება ან სიცოცხლეს კარგავს, ეს არის ტრაგედია, რომელსაც ვერანაირი ჯარიმა და ვერანაირი კომპენსაცია ვერ ანაზღაურებს. ამიტომ, სანამ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სრულად ჩვენთვის, ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩაღოთ და უნდა ვიყოთ ფრთხილად. საფრთხის თავიდან აცილება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც ხდება. სიფრთხილე, ყურადღება და ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა გახლავთ ის მინიმუმი, რომელიც დღეს თავად უნდა გავაკეთოთ, რადგან შეცდომის ფასი ხშირად გამოუსწორებელი და საბედის წეროა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.